თამაშდება ეს სკვიში და აი ამ ტყვარწისგან მზადდება პასტა. სულელები უნდა ვიყიდოთ. არ დამეტაკოთ არა. არ დაგავიწყდეთ გამოიწერთ ელფ მარიამის არხი. ვა კუკუ. 2 3 არის ჩოლობრივ კალამი არა. ელენის მასწავლებლებო, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დადის სკოლაში შპარგალკით. ამას ვეძახდით ჩვენ ბავშვობაში შპარგალკას, ეხლა რას ეძახით? ადგება ერთ რაღაცისთვის და თუ კონტეინერად არ გამოდგა ძალამასიკვდი. რავამას და გავუსმევ. და როგორ გაჭრა ნახეთ. და ორივე მე მაქვს მიკროფონი. თემუს unboxing-ით ვიწყებთ ამ ვიდეოს, რომელიც ელენი და ნინამ გამოწერეს. ნახოთ რა გამოწერეს და შემდეგ წავიდეთ თბილისის თემუში, სადაც ლილოში, სადაც ნახოთ მე გავგლიჯე. დღეს ლილოში ვიყიდი რამეს, რასაც გავათავაშებ ჩემს გამომწერებზე. ამიტომ გამომყევით და ერთად ავარჩიოთ რამე. თუ თემუდან ვერ იწარ, შეგიძლიათ ლილოში მოხვიდეთ და თემუა რა. ეს არის სათამაშოების რიგი. და ლაბუბუს ახალი ვერსია. ყლარწები. ისაკაი. ლაბუბუები რა ღირს ახლა? გამარჯობა. ლაბუბუ. ეს რა საყვარელია. ვა კუკუ. ვა კუკუ. რა საყვარელია. ვარ გავათამაშო. კაირო. ლაბუბუს ბრელოკები რომელიც ღირს 2 ლარი სერებში და სტიჩები ღირს 3 ლარი ეს სტიჩები ღირს 3 ლარი სტიჩის ბრელოკები water slime-ებია ესე იგი პირველი პროდუქტია ეს ამას გავხსნით ჯერ ამოვიღოთ და გაჩვენებთ ყველაფერს მოიცა ჯერ ამოვალაგოთ შენ ამოვალაგე მე გავხსნი აგატესკა ჩვენ გაი ეს რა არის ეს ხო არ და ჭხილები დიდი გეგონა ხო და ძალიან პატარა ჩამოვიდა აბა რა სულ სასკოლო რაღაცეებია თან რაიმე აღარ ჩანვართ ესეთი საფულე გამოიწერა ნინამ ეს ნინასია მე გამოვიხსნა ჩემია ეგ იმიტომ გამოიწერა ვიყიდი კარგ საფულეს ეს არის ელენესი ესეც არის ელენესი მე გამოვიცნობ ისი რა არის ესეც არის ელენესი ესეც არის ელენესი ესეც არის ელენესი ესეც იქნება ელენესი ესეც იქნება ელენესი არა შევცდი ესენი ხო შენია კი აი სწრაფად ეს სახაზავიც იქნება ელენესი ეს რა არის ესეც იქნება ელენესი იმიტომ რომ ამას ნინა არასდროს არ გამოიწერდა აი არასდროს ხო კი ჩემია ესეც ელენესი დიდია ის ელენესი შენია ორი საფულე აქვს აი ეს ნინასას გავს მაგრამ ელესი იქნება ხო ნინასია ეს არის ნინასი ეს კალმები რა თქმა უნდა ელენესია კალამი ჩოლებრივი კალამია რა განსაკუთრებული კალამია ეს ვისია ეს ნინასი იქნება რა კეისი ჩემია ვერაფერი ვერ გავარტყი ნინას ბარბის კაბა ეს არის ფანქარი რომელსაც უცვლი თავებს რა მაგარია და სხვადასხვა ფერად წერს აბა მე რას ვხსნი გამოვიცნო ვისია ეს ქაღალდი ეს რა არის საათი არის გაკვეთილი და შეიძლება ტელეფონი ჩავმართვა ხოლმე და მაინც საათი რომ მქონდეს რომ ვამოწმე ეს ელენის ეგონა რომ ძალიან პატარა იქნებოდა და სუნამოში ასხავდა და სკოლაში მიიპყურებდა მაგრამ აღმოჩნდა დიდი ეს ჩანთისთვის არის დიდი სუნამოს სატარებლად სუნამო არა აბა ხელი სანიტაიზერია ვერაფერი ვერ გავარტყი ეს არის განსაკუთრებული ტიკეტი გამჭირვალე რაღაცა არის გამოწერილი ესეთი და დარწმუნებული ვარ რომ ელენესია რა არის არ ვიცი რა არის ფანგებს თავსახური დააფარო არ დაისვარს იმიტომ ამისთვის პენალს და მენანებო
მოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და ძალიან მალე წავალთ რილოში. კი არა და მოვედით რილოდან, მაგრამ ამის მერე მივაბამ ლივოს. ამიტომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. ერთი ადგილი ვიცი, სადაც იყიდება განსაკუთრებული სქვიშები და ეხლა მაგ ადგილას მივდივართ. შენ არ იცი ეგ ადგილი, სადაც განსაკუთრებული სქვიშები იყიდება? არიცი, მან არასო გამოვიდა. ეს ხო არ გავაგემოვნო დღეს. დაგემოვნება მაგ გადასაღები და შია. ესენი რა ღირს? ხუთი ვარი. დავკარგე ბავშვი. ეხლა უნდა ვიპოვოთ ქეთი. არ დამტოვო. და ეს გლოსები არ გინდა გლოსები? სანადირო რაღაცებია აქ. უნდა ვინადირო მე. გამოიწერეთ ჩემი არხი, გადმოდით YouTube-ზე და YouTube-ზეც გამოიწერეთ. ძალიან კარგი საჩუქრები გელოდებათ. ძალიან ლამაზია. აი ეს არის, ალბათ თქვენ თუ გამოიცნობთ, დაწერთ ამამდე კომენტარებში, მაგრამ მე უკვე ვიტყვი, თუ ეს არის ყინული შედევრი. საყინულში გაიყინება და შეგიძლია კოქტეილში ჩაყარო, თუ გინდა ცივად დარჩეს და არ გაგიწყალოს შენი დამზადებული ნაშრომი. ესენი რა ღირს? 4 ვარი. ეს არის ის, რასაც ვერ წარმოვიდგენ, მაგრამ აბა რა არის? ჩოლობრივ კალამი არა. კილენის მასწავლებლებო, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დადის სკოლაში შპარგალკით. ამას ვეძახდით ჩვენ ბავშვობაში შპარგალკას, ეხლა რას ეძახით? ჩითარებას ეძახით. შპარგალკამი. ოკეი. ყუთებით მოვიდა ესეთნი და ვირა. ეს გარდან მაინც უნდა ეხოს. გავუდგომთ მოდი რა. სათამაშო კალკულატორი. ელენის მასწავლებლები. ბავშვობაში ერთხელ ელენი წერდა მათემატიკას და გამრავლების ტაბულა ჰქონდა, დავალებად რაღაცას ანგარიშობდა და ესეთი რაღაცა მითხრა, რომ აი მარიო, ნახეო ამრეულის ბოლოში რომ გადავშალო, გამრავლების ტაბულა წერიაო, მაგრამო, ჩემ თავს ხო არ მოვატყუებო და იჯდა და წვალობდა და ისე წერდა. და ეხლა შორენა მას რა ადგება ერთ რაღაცისთვის და მე გეტყვით. ეხლა ჩემი მეგობრები რა გაქვს ჩაფიქრებული ამითი? ესეთი ოდნავ დიდი უნდა ყოფილიყო. თუ კონტეინერად არ გამოდგა ძალამოსიკვდია. ეგ ციგნებს გამკითხულობ და გამისთვის გამოვიწერა ეგ ნივთი. რას კითხულობ? ციგნებს. ესე დაიჭერ და კითხულობ რა. აი ესე რა. ღამით წავითხავ. ხო რა. ცუდი არა. ეს მათემატიკაში ფარგალს დიდად კარგად ვერ ხმარობ. ჯერ მივეჩვიერ კარგად ხმარებას და ამებით დავხმარებ. ეს კაია. მეყოფა ზომა. რა არის თქვენი აზრით? რა არის? ბეიბი. რა არის? არ ვიცი. არ ვიცი, მაინტერესებს. ეს არის საწვიმარი, აი საწვიმარი ხო შემოგვიმეყია. პროსტა უპიკი მომეწონა და მაგიტოვი. არ გახსნა, რა გავჩადე. ხო, ვეღარ ჩავდა ბოდიში შევაჩინო. ოკეი, მე ხავს სხნი, ახლა სხნი. ნინას ბარბის კაბა. ხადო? გაიცანით ამის სახელია ლიზა? ხო? არა? ვაუ. მოყვე? აუმენდე. ბავშვობაში ნინა ყველა თოჯინას სახელად არქმევდა ლიზას და მე ძალიან წინდა ეს, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ მარი დაერქმე ყველა თოჯინასთვის და ერთხელ ვუყიდე ახალი თოჯინა და მიუტანე და ვიფიქრე რომ ეხა ამას რომ მე ვაჩუქებ უეჭველი მარის დაარქმევს თქო და შეხედა ამ თოჯინას ესე და რა მაგარია ლიზას დავარქმევ შემოიხედე კამერაში. თანა გადავიწყეთ ეგ მარი რატო ფიქრობდა მაგას ლიზა ყავდა ნათლია და ლიზას არქმევდა ნათლის სახე. მეორე ნათლია ყავს ლიზა და მე ვეჭვიანობდი. აუ ძალიან კომფორტულია. კაი ახლა ამაში არაფერი არ არის, ამაში არაფერი არ არის. ნაგავი. აი რა ლამაზი კაბა ჩამოუვიდა ნინას თოჯინა, ნინას ბარბის, ძალიან ლამაზი ბარბია ეს.
რა კაი სტიკერებია, ამაში რა მიეცი ამ სტიკერებში? მეც მინდა სტიკერები ჩემოდანზე დასაკრობად. ჯამში 100 სტიკერია როგორც ვიცი. რა მაგარია, მეც მინდა. აი, ნახეთ რა ლამაზი სტიკერებია. ძალიან ლამაზებია. ჩადებ ფუცალს დაახურავ ამას და გავსმევ. და როგორ გაჭრა, ნახეთ. აბა კიდე. ძალიან მაქვს კიდევ ერთი მაკრატელი რო გავტესტოთ. მაკრატელების ბუდე მაქვს ამიერდა. ნახეთ, რა კარგად გაჭრა. ეს ძალიან კარგი რამეა. მოკლედ აქ არის ყველაფერი, რაც თემუზეა. ლილოარი პატარა თემუ. აქ იმდენი რამე ყრია, რომ ძალიან ძნელია, რომ იპოვო ის რაც გინდა და იქ რაღაცა უფრო ადვილად გიგდებს. ხო. რა გაჩუქეს გვანახე? აი ეს საჭუქის გასარეცხი. საწმობის გასარეცხი აჩუქეს. ჩემთან ერთად რო დადის საჩუქრებს იღებს რა. პირველად იქ თოიში მაჩუქეს ლეგო. აი გარც მახსოვს. აი გახსოვდა შენ იყავი და შენ ანუ შენთან დასწრებით მაჩუქეს. აი გოგოები ხართო და მე და შენ ლეგოები ორი ცალი გვაჩუქეს ერთი მინას ერთი მე. მანთვისაც მაქვს საჩუქარი. ჩემი გამომწერები მიიღებენ საჩუქრებს. ერთი ჩემი გამომწერი TikTok-ზე მიიღებს აი ამ ტყლარც, რომლისგანაც მზადდება აი ესეთი ხილი და ესეც squish-ს. ეს იყოს TikTok გამომწერისთვის. YouTube გამომწერისთვის უსქვიშესი, ვინც გადმოვა, გამოიწერს ჩემ არხს YouTube-ზე, თამაშდება ეს squish-ი და აი ამ ტყლარწისგან მზადდება პასტა. და ეს არ იჭმევა რა თქმა უნდა. გადმოდით, გამოიწერეთ ჩემი არხი TikTok-ზე და YouTube-ზე და დატოვეთ კომენტარი ვიდეოს ქვეშ და ერთ-ერთი თქვენგანი გახდება გამარჯვებული. ეს არის YouTube გამარჯვებულისთვის, ეს არის TikTok გამომწერებისთვის. წავით, უნდა დავამონტაჟო, დაემშვიდობე, კარგი!